მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ვისაუბრებთ ევრობიუროკრატიის მიერ მართული დიპლომატიური კორპუსების და მათი კონკრეტული წარმომადგენლების საქართველოში ხშირ შემთხვევაში ქედმაღლურ და შეურაცხყოფელ დამოკიდებულებაზე და არ შეგვიძლია რომ კონკრეტულად არ დავიწყოთ გერმანიის ელჩით პიტერ ფიშერით, რომელიც განსაკუთრებული ფაშიზმით გამოირჩა მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. ფიშერმა განაცხადა, რომ ქართველები არიან დიდი ნაწილი ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამბობენ, რომ მე ვარ ქართველი, მაშინ სადა მე ევროპელი, ამას არ გულისხმობენ და მათი სომხეთთან, ან ჩვენ ქვეყნის მხოლოდ სომხეთთან მეგობრობა არ არის საკმარისი. შესაბამისად, მან დაგმო ჩვენი მეგობრობა სხვა მეზობელ ქვეყნებთან, როგორც არის აზერბაიჯანი და თურქეთი მაგალითად. აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება ელჩ ფიშერს, რომელიც ეთნიკურად გერმანელია და ამ ქვეყანასვე წარმოადგენს. შევახსენოთ მისი ქვეყნის უახლესი წარსული, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური თემა არის ზოგადად გერმანიისთვის და მით უმეტეს გერმანელი დიპლომატისთვის, როდესაც ერთი ის არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების პროტოკოლს და მეორე ამას აკეთებს ფაშისტური განცხადებით, იმიტომ რომ გერმანიაში ფაშიზმის მიმართ მიდგომა და მეხსიერების პოლიტიკა არის ისე განხორციელებული, რომ შიგნით რო ასეთი რამ გააკეთო უშუალოდ გერმანიაში მინიმუმ სოციალურად მოიკვეთები საჯარო სივრციდან, მაგრამ ნუ ეს ადამიანი ჩვენთან აძლევს თავს უფლებას, რომ იყოს ასეთი ქედმაღლური და ეს არის ჩვენი ტრიგერი, რაზეც დავიწყეთ საუბარი ევრობიუროკრატიის მსგავს დამოკიდებულებაზე და სხვა ელჩების დამოკიდებულებასაც გავშლით უშუალოდ ფიშერზე. შენ რას დაამატებ? მოკლედ ძალიან საინტერესო არის ზოგადად ევროპელების მიდგომა. ჩვენ ამ გადაცემაში არაერთხელ გვიხსენებია, რომ ესე იგი ევროკავშირი ისევ არის ევროცენტრისტული მიმართებით. ევროცენტრიზმი არის პოლიტიკურ-სოციალური, ეკონომიკური მსოფლმხედველობა, რომელიც გულისხმობს, რომ დასავლეთი არის კულტურის, ცივილიზაციის და მთლიანად ანთროპოლოგიური პროცესების ცენტრი და ყველაფერი უნდა განაწილდეს მის თქვათ ფარგლებს გარეთ. შემდეგ არსებობს ესე იგი ევროცენტრისტული დამოკიდებულება და ევროცენტრიზმი ასევე გულისხმობს, რომ ცენტრის და პერიფერიის მიმართებას. ანუ ევროცენტრიზმიც არის რასიზმის ჩვეულებრივი გათანამედროვებული ფორმა, თუ მანამდე არსებობდა რასიზმი ბიოლოგიაში, კანის ფერთან მიმართებაში, ახლა რასიზმმა ფერი იცვალა და ბიოლოგიიდან გადავიდა უკვე კულტურასა და ცივილიზაციაში. ანუ ცივილიზაციური რასიზმია ევროცენტრიზმი. ჩვენ ამ თეორიას თუ მიუყვებით, თანამედროვე ევრობიუროკრატები, ელჩები, ლიდერშიპი ევრობიუროკრატებისა, რომლებიც წარსდგებიან ხოლმე სცენაზე და მოგვიწოდებენ ჩვენ ან მოუწოდებენ არა ცენტრალურ და ცენტრალურ ბირთვს და ცენტრს, არამედ პერიფერიულ ქვეყნებს, იქნება ეს ევროკავშირის წევრები თუ სხვა ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდათ, რომ აროგანტულად, ესე რასისტულად, ჩაგვრელი ტონით და ინტონაციით გამოუვიდეთ, მაინც ვერ აწყობენ ტექსტს ისე, რომ არ იყოს ეს ისევ კოლონიალისტური. ჩვენ ამ გადაცემაში არაერთხელ გვიხსენებია, რომ ევროპა არის კოლონიალიზმის მთლიანად შედეგი და ეხლა ისინი ცდილობენ, რომ გადაიაზრონ. ჩვენთან საქართველოში ჩვენი ოპოზიცია არის თვითკოლონიალიზებული, რომელიც გულისხმობს, რომ დასავლელი აპრიორი არის რაღაცა თეთრი ღმერთი, რომელმაც თქვა და всё, ის აპრიორი უნდა განხორციელდეს. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გადავავლოთ თვალი. აი მაგალითად კანდიდატის სტატუსს როცა გვანიჭებდნენ, ურსულა ფონ დერ ლაიენი იდგა და ძალიან საინტერესო რამე თქვა. არ უნდა რომ ცუდი ეთქო, უნდა და პირიქით შეექო, მაგრამ როგორ გამოვიდა, უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ, რათა გააწევრიანდნენ ევროკავშირში. ეს ხო ხდები რა დამოკიდება, პლანტატორის დამოკიდებულებაა ჩვეულებრივი. უკრაინელები მზად არიან, რომ მოკვდნენ, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ფიშერის განცხადებაშიც რა იყო ეხლა საინტერესო. ქართველები ოცნებობენ, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში.
არ ვიცი, ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური ქართველი, კიდე რეგიონში, კიდე ქალაქად, კიდე სოფლად, რო გააჩერო, გეტყვის, რომ შეიძლება მე მინდოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ეს ჩემი ოცნება არ არის. ეს არ არის საკრალური სივრცის ნაწილი. ევროკავშირი არის პრაგმატული სივრცის ნაწილი, რომ მე ეს მჭირდება და მათ ყავთ გადაყვანილი რელიგიის ასპექტში, რომ ეს არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც არის რაღაცა რელიგიური იდეა. ქართველი თავის თავს არ აკადრებს, რომ მე ვოცნებობ, რომ გავწევრენ. ქართველი სულის ცხონებას უფრო წინ დააყენებს, ვიდრე არა, უფრო წინ არა, არც შეადარებს ამას. ხოლო ფიშერისგან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია და გვინახავს მსგავსი დამოკიდებულება. ისტორიულად საქართველოში, როდესაც უცხო ქვეყნის დესპანი მსგავს რამეს ჩადიოდა, მას მოძლებდა ხოლმე ძალიან სწორი რეაგირებები. ტოტლებენის მაგალითი რო გავიხსენოთ. თუნდაც ან ერეკლე მეორეს დამოკიდებულება, როდესაც სპარსმა ელჩმა გაბედა მის წინ ფეხის ფეხზე გადადება და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ გააცემიდან უპასუხოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ დიპლომატიურ პროტოკოლს და მისგან განსხვავებით ადამიანისგან, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელია, სადაც შესაბამისად უფრო განვითარებული არის საზოგადოება, ის მაინც მუდმივად აგრძელებს ჩვენთან დამოკიდებულებას ხედმაღლურად, აგრძელებს ჩვენთან დამოკიდებულებას როგორც ბატონის პოზიციიდან და ეს არის რეალურად კარგი მანიშნებელი და კარგი სახეხატი იმისა, deep state-ის მართული ევრობიუროკრატია საერთოდ როგორ ანადგურებს აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ პრინციპს, მიმართებას, ურთიერთობას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ დაუწერელი კანონი და დაწერილი კანონი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობაში ხაზგასმით გეუბნება იმას, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყანაში სტუმრად მყოფი ელჩი თავსაზრდოების უფლებას და იმ საზოგადოებაზე, იმ საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ლაპარაკობდეს ან რაღაცნაირი არასათანადო ტონით, არასათანადო მიმართებით, შეურაცხყოფით, მით უმეტეს ფაშისტური ლექსიკით და შინაარსით. ასევე უნდა ვკონცენტრირდეთ ალბათ მაგნაწილზეც. ნახე, როდესაც შენ სამეზობლოზე საუბრობ, ცოტა მეტი ინფორმაციის მოკვლევა, ცოტა მეტი დისკურსული ანალიზი, ცოტა მეტი ეთიკური ფაქტორები და აი რაღაცა ბარიერებია საჭირო. როგორ შეიძლება ილაპარაკოს შენ რომ მას არ სურს იყოს აზერბაიჯანი, არ სურს იყოს თურქეთი, ანუ აზერბაიჯანი ესე იგი აპრიორი არის ცუდი და სომხეთი აპრიორი არის კარგი, იმიტომ რომ ეხლა ფაჩინიანის პოლიტიკა მათ მიზნებს ამისწრაფებებს ემთხვევა და ასევე ფონ დერ ლაიენმა კიდე მეორედ დაუშვა ეხლა შეცდომა და რაღაც ჰაბზე ლაპარაკობს, რაღაცა სხვაზე ლაპარაკობს, რაღაცაზე ლაპარაკობს, რომელიც გეოგრაფიულად, ანუ ყველაფერს რო დავიდავანებოთ ღირებულებითი მიმართულებით და თქვათ აი წმინდად გეოპოლიტიკური ნაწილის გარდა გეოგრაფიულად და ფაქტობრივად არის მცდარი, რასაც ამბობს. მიხვდი, მაგრამ აწყობთ მათ ეს პოლიტიკა და ეს მისწრაფებებს ემთხვევად, მაგრამ შენ ყოველთვის უნდა დაიცვა ბარიერი, შენ არ უნდა ილაპარაკო ისე, რომ თითქოს ისინი არიან კეთროვანები და ესენი არიან კარგები. არ შეიძლება შავად და თეთრად ესე წარმოაჩინო. მით უმეტეს სამეზობლოს პოლიტიკაში რო ერევი, მით უმეტეს სამეზობლოს ურთიერთობაში. მე კიდევ უფრო ეს არის ფაშიზმი, რომელიც ვერ მოიშორა ევროპამ. ნახე, ყველანაირად სცადეს, განსაკუთრებით გერმანიაში ჰოლოკოსტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის აკრძალული, სხვადასხვა ეთნოსოციალურ ჯგუფებს ექცევიან პოზიტიური დისკრიმინაციის მიმართულებით, კომპენსატორული ბუნება აქვთ, უნაზღაურებენ ის, რაც დაუშავეს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვერ შეიცვალეს ის აროგანტული დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს, რომ აი ეგ პერიფერიის მიმართ ვერ შეიცვალეს ვერაფრით და ვერ შეიცვლიან. მიხვდი, ეგ არის რა მთავარი პრინციპი. ფაშიზმი ჩვეულებრივად ხორციელდება ევროპაში, თუმცა ეს ფაშიზმი დღეს გადაქცეულია თეთრი, ჰეტერო, ქრისტიანი მამაკაცის მიმართ. ის არის კეთროვანი, ის უნდა გაირიყოს, ის უნდა ეგრეთ წოდებული დაკენსელების პოლიტიკაში მოყვეს, ანუ
გაქრეს საჯარო სივრციდან და ბოლომდე უნდა ამოიძირკოს და მასზე განხორციელებული ყველაფერი არის ლეგიტიმური. ყველანაირი აკრძალვა, ყველანაირი დევნა, ყველანაირი დაჭერა, ყველაფერი არის მასზე განხორციელებული ლეგიტიმური და სიტყვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებას რას უშვებიან ახლა ბრიტანეთში და გერმანიაში ვნახეთ ხო უბრალო პოსტის ან ჩვეულებრივი სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტის გამო ადამიანებს იჭერენ და კიდე ერთხელ ხაზი გავუსვათ ეს პოსტები არ არის რამე ძალადობისკენ მოწოდება ან ტერორისტული აქტის ჩადენის წახალისება ეს არის ყველაფერი ანტილიბერალური კონსერვატული აზრის დაფიქსირება და მეტი არაფერი და ჩვენ სანამ ამას არ გავაანალიზებთ ხო მანამდე ვიღაცებს კიდე შეიძლება ეგონოთ რომ ევროპას რაღაცა თავის ეთიკური ბარიერები აქვს. არა და არა. და პიტერ პიშერის მიმართება უკვე ძალიან დიდი ხანი არის ასეთია. მან პირველ რიგში თავისი საცხოვრებელი სახლის შერჩევისასაც კი დაარღვია ქვეყნებს შორის ურთიერთობის სწორი ფორმა, იმიტომ რომ არსებული მოქმედი პოლიტიკოსისგან მამუკა ხაზარაძისგან იქირავა ბინა ისე რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ამის გადასახადს არ იხდიდა. შემდეგ ის აბსურდის თეატრი გრძელდება, რომ საიძე არ ანახლებენ ხელისუფლების წარმომადგენლების მონაცემებს და კიდე მე მგონი გახარიას პერიოდის მთავრობა აქვთ აღრიცხული იქ და რაზეც აბსურდულ მიზეზს ამბობენ, რომ რაღაც საიძე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, მაგრამ ამავდროულად მაგალითად რუსეთის მისამართით განახლებული არის უახლესი 2 კვირის მანძილზე. ან მუდმივი დამოკიდებულება არის ისეთი, რომ აი გაგვდის ჩვენ თქვენთან და ესე გეკუთვნით და ესე გიდგებით. ისიც ძალიან კარგად ემახსოვრება მაყურებელს 4 თუ 5 ქვეყნის ელჩი რომ ძალადობრივ აქციებზე გამოვიდა ოპოზიციის და სცენიდან რომ ხალხს მიმართა და აბა თქვენ იცითო და გარედან დაფინანსებული აგენტურის რევოლუციურ პროცესში ღია მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატეს და გვერდში დგომა და შემდეგ მოლოტოვის კოქტეილების ის რო კამპანია რო წამოიწყო სირცხვილიამ და იქ რო ევროკავშირის ლოგო იყო, იმიტომ რომ მათი გრანტით, მათი დაფინანსებით ხდებოდა ამ ბროშურების დაბეჭდვა და ზოგადად ამ კამპანიის წარმოება და ამაზე დღემდე არავის ბოდიში არ მოუხდია და პირიქით ამ თითქოს რაღაცა ძალიან ჩვეულებრივი პროცესი არის, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა სხვა ქვეყანაში რევოლუციურ პროცესის არა თუ რაიმე ხარდამჭერიან სიტყვით გამაძლიერებელი, არამედ პირდაპირ ფინანსური წყარო არის. და ამ დამოკიდებულებას ჩვენ ხომ ამდენი ხანია ვხედავთ, მაგრამ ვუდგებით ისე, როგორც დიპლომატიურ ჩარჩოებს შეეფერება უკრაინის მაგალითიც რო ავიღოთ, სადაც ჩვენ ომის პერიოდში 24 საათი ვამუშავებდით საელჩოს, ჩვენი ელჩი იქიდან ერთი დღითაც კიდე 1 საათით არ გამოსულა და პასუხად მივიღეთ ის, რომ უკრაინამ ელჩი გაიწვია ჩვენგან და დღემდე არ მოულენიათ ხო ახალი. ან მუდმივად ან ვართ რაღაც ისეთ მიდგომაში ამ deep state-ის მართული ბიუროკრატებისგან თითქოს ეს ქვეყანა არ არის რაღაცა ან მათზე გაცილებით დიდი ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი დიდი კულტურის მართლა ანუ რა ვიცი ისე რაღაც შოვინისტურად რო არ გამოვიდეს ყველაზე განუვითარებელ ქვეყანას რო არ მიუდგები და იქ რო არ გამოხატავ მსგავს დამოკიდებულებას ასეც ვხედავთ ჩვენ დიპლომატიური კორპუსისგან და ძალიან საინტერესო არის ასევე ჩვენ ხო ვიცით რომ იქაური ამ deep state-ი გარკვეულწილად მე მისი ევროპული რედაქცია, ანუ ევროპული ფილიალი და შემდეგ მოყვება უკვე აქაური პაიკები რადიკალური ოპოზიციის სახით და ძალიან საინტერესოა რომ 2012 წლიდან ხორციელდებოდა აქ აი ეს დივერსანტული პოლიტიკა, რაც გულისხმობს ორმაგ სტანდარტს. უფრო აკადემიურ ტერმინად შეგვიძლია ეს მოიხსენოთ როგორც ეთიკურ რელატივიზმად და რას გულისხმობს ეს? ვიღაცისთვის ეს შეიძლება, ვიღაცისთვის არ შეიძლება. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს რა. პოზნერმა არ შეიძლება აქ დაბადების დღე გადაიხადოს, ან უბრალოდ რუსის სტუმარი რო ყავდეს, არ შეიძლება. არ შეიძლება შენ Yandex-ით სარგებლობდე ან რომელიმე რუსული კომპანიის აპლიკაციით, მაგრამ ლაკა ხოშტარიას საკითხში, ესე იგი შენ შეიძლება რუსეთისგან კრემლიდან გერიცხებ, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გერიცხებდეს რუბლები პირდაპირ. შენ არ შეგიძლია საერთოდ რუსულ ლიტერატურაზე რამე თქვა
არის დოსტოევსკიზე არ შეიძლება ერისიონი წავიდეს და იქ იცეკოს, მაგრამ შენ შეგვიძლია მთელი მედია ის გაზპრომს მიყიდო. აი ეს არის რა ეთიკური რელატივიზმი მოკლედ მათი მხრიდან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არაფრით არ ემსახურებოდა ღირებულებებს. ეს ემსახურებოდა მხოლოდ დივერსიულ რაღაცა არევის და გაუგებრობის შემოტანის პოლიტიკას. ამით ზოგადად ევროპამაც დაუშვა რუსეთის ასეთი დემონიზაციით, ევროპამ დაუშვა ფაშიზმის არსებობა, ანუ ქსენოფობიის არსებობა და რას ნიშნავს ეს? რუსი, რომელიც თავის სახელმწიფო პოლიტიკაზე იმიჯნება, შეიძლება ანტიპუტინისტია, მიუხედავად მაგისა შეუძლიათ, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ევროპაში მიაყენონ შეურაცხყოფა და ჩვენთანაც. არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ, რომ რაც ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, დაიბადე რუსეთში და ასე შემდეგ და შეუძლიათ, რომ მოგაყენონ შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ერთს თუ დაუშვებ, ხო, მე როგორც ამბობენ, კარაქივით მიდისო რა, ერთს თუ დაუშვებ, აი მე გავრცელდება უკვე სომხეთი კაია, აზერბაიჯანი ცუდია. ყველაზე შეგიძლია, რაც შენ არ გაწყობს, всё. აი ეგ არის პრინციპი. ფაშიზმის თანამედროვე ვერსია. კიდე ერთხელ ვამბობთ, მანამდე რასიზმი და ფაშიზმი და ნაციზმი არსებობდა ბიოლოგიური კუთხით, დღეს ამან გადაინაცვლა ცივილიზაციური და კულტურული და პოლიტიკური ფაქტორები. შეიცვალა. გერმანიის დამოკიდებულება კიდე როგორც deep state-ის მიერ მართული ბიუროკრატიის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი კარგად ჩანს არა მხოლოდ მათი ელჩის დამოკიდებულებაში ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ მაგალითად ეხლა ჩვენი ელჩი, რომელსაც აგრიმანი მიცეს, შესაბამისად მიღებული არის რომ საქართველოს ელჩად დამტკიცდა გერმანიაში ამ დრომდე არაძლევენ აკრედიტაციას. ანუ ხო ხვდები რა ტიპის მიდგომა არის ეს და მსგავსი რომ ჩვენთან მოხდეს შენ რა ნოტაზე რომ გამოაგზავნია რომ ეს არის რომ მოხდეს არა, მაგრამ საქართველოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდეგ საკუთარ სუვერენიტეტზე დაიწყო სრულიად სხვანაირი ზრუნვა, რაც ნიშნავდა, რომ ჩვენ თავის მოხრით ზემოდან თითისქნევით ვერავინ ვერ დაგველაპარაკება, ჩვენ თავს არ დაუხრით, თუ რამე ჩვენთვის სასიკეთოს გვირჩევენ, აუცილებლად გავითვალისწინებთ, რაც არ ვიცით, რაშიც გამოცდილება არ გვაქვს, აუცილებლად მოусმენთ, მაგრამ ის რომ მათ მიგვითითონ რა როგორ გავაკეთოთ და ჩვენ ესე იგი კრიტიკული გააზრების გარეშე აი პირდაპირ ცხრებივით დავემორჩილოთ, ეგეთი რამე ვეღარ მოხდება საქართველოში და ჩვენ სუვერენიტეტი ნამდვილად ძალიან გაძლიერდა და მე ამაყი ვარ ამით. რა თქმა უნდა და ჩვენი ქვეყნის ისტორია ჩვენ როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობელობით რეაგირებდა ღირსების შემლახველ ქმედებებზე. ეს იქნებოდა შიგნით, შიდა მტრისგან თუ გარედან დამოკიდებულებისგან. ეს გამოვლენილი არის ძალიან ბევრ შემთხვევაში, რაც უახლეს წარსულშიც დღემდეც რომ გადავხედოთ ყოველთვის, როდესაც რაღაც დიდი ხალხის მასა რაიმეს წინააღმდეგ აფიქსირებდა თავის პოზიციას ღიად გამოსვლები დგებოდა და ასე შემდეგ, ყოველთვის იყო ისეთი ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომელიც პირდაპირ ღირსების შემლახავ ქმედებას შეიცავდა, იმიტომ რომ ქართველის და ამ კულტურის და ამ სოციუმის ძალიან ბუნებითი ნაწილი არის ის, რომ თანასწორი მოპყრობა არსებობდეს აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში და განსაკუთრებით ეს უნდა იყოს დიპლომატიურში და იმ რა დასაწყისში შენ ისაუბრე ამაზე, იმ კონტექსტის შეუგნებლობამ, რაც ამდენი ხნის მანძილზე deep state-ის ჩვენთან მოვლენილ ბიუროკრატიას გააჩნია, რომ მათ ვერ მიხვდნენ რა ტიპის კულტურასთან და რა ტიპის სოციუმთან აქვთ ურთიერთობა. გამოიწვია სწორედ ის, რაზეც მე თვითონ საუბრობენ, რომ ეს თურმე ხელისუფლების ბრალია, ან რაღაც ხეპრე ქართველის ბრალი არის, რომ ევროსკეპტიციზმი არის გაძლიერებული. ევროსკეპტიციზმი არის თავიდან ბოლომდე ბიუროკრატიის ბრალი, იმიტომ რომ მათ შექმნეს და წარმოაჩინეს თავიანთი თავი ისე, რომ ჩვენ გვეპყრობიან უღირსად, ჩვენ და მე არა აქვთ არანაირი თანასწორი დამოკიდებულება, მუდმივად ვართ რაღაცის ბრალეულობის ქვეშ, რომელიც არასოდეს არ დასტურდება და გვიყურებენ მართლა როგორც მონებს. და ეს ქართველისთვის არის პირველ რიგში ყველაზე მიუღებელი და შესაბამისად ის ვერ იქნება ოცნებაში იმაზე, რომ იმ სივრცის ნაწილი გახდეს, სადაც მსგავსი ტიპის მოპყრობა არის მისდამი. სხვა შორის ჩვენ, როდესაც
საბჭოთა კავშირში ვიყავით, მანამდე ცარისტული რუსეთის ქვეშ. რუსებს აქვთ ერთ საინტერესო მიმართება, რომ ისინი მაგალითად ჩეჩნებთან მიმართებაში აუშენეს ყველაზე მაღალი მეჩეთი. ისინი ანთროპოლოგიურად სწავლობდნენ, ან შუა აზიის ხალხი როგორ იქცეოდა, რა მიზნები და მისწრაფებები ჰქონდა, მათ სოციალურ ესე იგი გრძნობელობას სწავლობდნენ და ნახეს საქართველოზე, რომ ქართველები ძალიან ამბიციური ხალხი ვიყავით და თავიდან ჯერ ყველაზე მეტი медаლი დაგკიდეს უბრალოდ. მერე ნახეს, რომ თუ ევროპულ ქვეყნებსა და დასავლურ სახელმწიფოებში თავადაზნაურობა 2-დან 5%-მდე იყო, ჩვენთან 10-დან 12%-მდე იყო. ანუ ძალიან ამბიციური ხალხი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაცა კლდიაშულს აღწერილი, ხო, რომ შეიძლება უკანა ფასადი სახლის საერთოდ ჩამონგრეული ქონდა, საჭმელი არ ქონდა არაფერი, სტუმართან მაინც არ შერწყებოდა. რას ქვია შემოდგომის აზნაურის კონცეფტი. მერე საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ ყველაზე პრესტიჟულ სფეროებში ვიყავით წარმოდგენილი მეცნიერებაში, სპორტში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებელი აღსანიშნავი არის ქუჩა და კრიმინალი მანდაც ისე, იმიტომ რომ პრესტიჟი რა შავი ეკონომიკის მიმართულებით და ანუ ჩვენ წარმოდგენილები ვიყავით ამ მიმართულებით. ნახე, ევროპელებს ახასიათებთ უმეტესწილად არ გაგება სხვა კულტურისა, მათ შეაქვთ თავიანთი და ყველაფრის მიუხედავად უნდა დაემორჩილო. ყველაზე სასაცილო ჩვენ რო ისტორიას შევხედოთ არის აფრიკის საზღვრები საერთოდ. აფრიკის საზღვრები, ბაჩო, აი ბავშვმა რო დახატოს დაახლოებით ეგრე არის გაკეთებული. ანუ მთლიანად მორგებული არის ევროპის კოლონიალისტურ ინტერესებს. ქვეყნებმა გაიყვეს ერთმანეთი და გახაზეს, ანუ ხო მართლა გეუბნები, ფურცელზე დახაზეს და გაყვეს ისეთი ქვეყნები, რომელსაც ჰქონდათ საერთო ენა და საერთო კულტურა და მოახვედრეს ისეთები ერთმანეთთან, რომელსაც კავშირი არაფერი არ ჰქონდა. ანუ ეგ არის მარტო ყველაფრის გარდა ადამიანების ზოოპარკისა, სტერილიზაციისა და საკონცენტრაციო ბანაკებისა და ყველაფრისა, რომელიც საბოლოო ჯამში შეგვიძლია ეს ფაშისტური პაკეტი 80-იან წლებამდე მივიყვანოთ. აი ეგ საზღვრებია მარტო ყველაფრის ამხსნელი, რომ ხაზავდნენ, აი მე და შე რომ ხა გავიყოთ რაღაც, არა ეს ჩემი, არა რატო ხა ესეა და აი ესე რომ გაყო რა. ნათესავები დააშორეს ბიჭო ერთმანეთს. ერთ ქვეყანაში მოხდა მეორეში. ხოდა მიკროსკოპულად ჩვენთანაც გავს იგივე რაღაცის ცდელობა არის, იმიტომ რომ აქ ცდელობა არის ისეთი იდეოლოგიური პროექტის შექმნის, რომელიც მაქსიმალურად ძირს გამოაცლის იმ ძალიან მყარ ღირებულებით სისტემას, რომელიც მუდმივად აახლოებდა ქართულ ხალხს ერთმანეთთან. კი ბატონო, და მოდი შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მე კიდე ერთხელ აღვნიშნავ, რომ აი ამ რაც ჩვენ საკუთარ სუვერენიტეტზე ძალიან მყარად ვთქვით, რომ ეს არ გადაიხედება, რაც ჩვენა ესე დაქნეულ თითზე და რაღაცას შენიშვნებზე, რომელიც არც ერთი წყაროთი, არც ერთი უსაფუძვლო შენიშვნებზე თავი არ დავხარეთ. სადაც გითხრეს, რომ გააგზავნეთ ჩარტერით, ესე იგი, მოხალისე მებრძოლები გააგზავნეთ იარაღი, შეუერთდით სანქციებს, ჩამოანგრიეთ ქვეყანა, შეუერთდით ომს, გახსენით მეორე ფრონტი, რო უთხარით, უარი, ხო? ეს არ მოეწონათ რა. ჩვენ უნდოდით როგორც მოლდოვა, რომ მოლდოვაში ჩვენთან ჩატარებული იყო არჩევნები, მანამ სანამ მათი წახალისებული კანდიდატი არ იქნებოდა, ჩვენ ყოფილიყავით რაღაცა ბიოლოგიური და ქიმიური ნარჩენების ჰაბი, სადაც საფრანგეთი რასაც ვერ ერევა ან გერმანია აქ დაასაწყობონ, ჩვენ უნდა დავინგრეთ, ჩამოვიქცეთ, ვეომოთ რუსეთს, ჩვენ უნდა ვიყოთ ბუფერი ყოველთვის, რომ უჩიჩქინონ რუსეთს. არა, ეს ესე ვერ იქნება. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა თავის სტრატეგიული გეგმებით და დანიშნულებით და აუცილებლად ჩვენი მთავრობა არის და უნდა იყოს არა პრორუსი, არა პროდასავლური, არა პროქართველი. აი პროქართველობა ნიშნავს, რომ ჩვენ ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული ყველაფერი. ჩვენ არ ვართ ინსტრუმენტი და არ ვიქნებით. ჩვენ არ ვართ არ ვიცი ხო, ის ქვეყანა, სადაც სულ ომი უნდა წარმოებდეს რა. კი ბატონო. ამიტომ მადლობა ყურადღებისთვის. გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ამ ფორმატით და სამი დაკოს ფორმატით დაგიბრუნდებით ორშაბათს. აღარ ძალიან